და ნუცხით რომ ჩვენ ჰაკიმ ფაშას ვეძახით პრემიერს, რადგან ეს სახელი მან თავად აირჩია. ეს სახელი, როცა გამოაქვეყნა გამოძიების საიდუმლო მასალები ზურაბზვანიას საქმიდან და თავად დაერქვა ეს სახელი. ამ რეპლიკას უმრავლესობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. უმრავლესობის დეპუტატმა გელა გელაშვილმა კანდელაკს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც დარბაზში ხმაური გამოიწვია. პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატური სამსახურ სიტუაციის გაკონტროლებისაკენ მოუწოდა. პლენარული სხდომა დაპირისპირების გამო რამდენიმე წუთით შეწყდა. დაპირისპირებას წინ უძღოდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა. ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამ კანონის მიღებით კონტროლი დაწესდება სახელმწიფოში ყველა ფინანსურ ოპერაციაზე. ამის წინააღმდეგ გამოდის საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ არ დაჭირდებათ არანაირი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ გააკონტროლონ თითოეული ჩვენგანის ფინანსური ოპერაციები, თითოეული საქართველოს მოქალაქის ფინანსური ოპერაციები, ვინ ხელფასი აიღო, ვინ ვის ფული გადაურიცხა და ასე შემდეგ. მაგრამ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, აბსოლუტურად ყველა წინააღმდეგია ამ კანონის მიღების. წინააღმდეგია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და სავალუტო ფონდს აქვს ნეგატიური დამოკიდებულება ამ ცვლილებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო გამჭვირვალობამ ძალიან ნეგატიური დასკვნა გააკეთა ამ პროექტთან დაკავშირებით. წინააღმდეგია ბიზნეს სექტორი საქართველოში და ყველას უნდა რომ ეს დარჩეს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან რეკომენდაცია ამ კანონის მიღების შესახებ. პირიქით ვიცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ცენტრი არის წინააღმდეგი ამ კანონის მიღების. თქვენ ისაუბრეთ მხოლოდ ერთადერთ ექსპერტზე, რომელიც თითქოს გეთანხმებოდათ, რომ ეს კანონი ასეთი ფორმით უნდა მიგეღოთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, თავად ის ერთი ექსპერტიც კი, რომელთანაც თქვენ გაიარეთ კონსულტაციები, ისიც კი არ გეთანხმებათ იმაში, რომ პრემიერის დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია. კანდელაკის გამოსვლა საბიუჯეტო და ფინანსთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა უპასუხა. მისი განცხადებით, ეს სამსახური საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნდა ექვემდებარებოდეს. ეხლა რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს ხალხი იყო მეგობრებო ხელისუფლებაში 8 წელი, რომელიც შეურაცხყოფას თავისი პოლიტიკით ატარებდა ცხოვრებაში. დღეს ეხლა ცოტანი არიან და რა სიტყვებით და უხეშობით გამოირჩევიან და შეურაცხყოფების მიხედვით აგერ ნახეთ. სხვაებიც გამოვიდნენ, მაგრამ ასეთი მწვავე რეაქცია არ ყოფილა, იმიტომ რომ ადამიანი არის უკვე თავგასული, საერთოდ. შეურაცხყოფის მიხედვითაც არაფერს არ აკეთებს. და დავით, მოსადება გააკეთე. ამიტომ ტოტალურ კონტროლზე და მოსახლეობას ნუაშინებ თქვენა. არავის არ ეშინია. და დაგანახა მოსახლეობა რომ 2012 წელს თქვენნაირები მიაჩუმეს იქ და მოიგეს არჩევნები. არც საბანკო კონტროლი იქნება და არც არავის ანგარიშების. ეს კანონი ეხება ტერორიზმის დაფინანსებას და ფულის გაკეთებას. აი ამას ეხება, მაგრამ თქვენი დემაგოგიას არ აქვს საზღვარი. უმრავლესობის წევრების მუშტიკრიფსა და შეურაცხყოფაზე გადასვლა გიორგი კანდელაკმა შეაფასა. მათ არ შეუძლიათ არგუმენტების წარმოქმნა, იმიტომ რომ არ აქვთ არგუმენტები და გადმოდიან აი ესეთ მუშტიკრივზე, გადმოდიან ასე ვთქვათ, კუნთების დემონსტრირებაზე და ძალადობაზე, რითაც რა თქმა უნდა ვერავის ვერ შეასჩინებენ, რაც თავარი ამას ყველაფერს ხედავს ხალხი, რომელიც ბრმა ნამდვილად არ არის. უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკიდან ფინანსთა სამინისტროს ხელში გადასვლით ხელისუფლება ქვეყანას ფინანსური გადარიცხვის ევროპულ მოდელს თავაზობს. ჩვენ ვთავაზობთ აბსოლუტურად ევროპულ სისტემას ფინანსური გადარიცხვის და ოპერაციების კონტროლის. არავითარი საფუძველი არ აქვს ეჭვი შევიტანოთ იმ სისტემაში, რასაც ვთავაზობთ. ეგ ერთი. მაგრამ ეს გაცხოველებული წინააღმდეგობა გამოიწვია იმან, რომ წლების მანძილზე არა მარტო ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას აკონტროლებდა და როგორ აკონტროლებდა ყველამ დავინახეთ ნაციონალური მოძრაობა, ეხლა კარგავენ რაღაც გარკვეულ რესურსს, რომლითაც დაკომპლექტებული იყო ეს სამსახური, რომელიც სავსებით ობიექტურ კონტროლს და მართვას უნდა დაექვემდებაროს. დაპირისპირების შემდეგ სესიაზე დღის წესრიგით განსაზღვრული კანონების განხილვა გაგრძელდა.
პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვს დეპუტატებს. უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, აბსოლუტური იმუნიტეტით ქვეყანაში არავინ უნდა სარგებლობდეს, მათ შორის დეპუტატიც. იმუნიტეტის მოხსნის წინააღმდეგი არიან ნაციონალები. ისინი ამ ინიციატივას პოლიტიკურ დევნას უწოდებენ. პარლამენტის წევრის აბსოლუტური იმუნიტეტი აღჭურვილი არ უნდა იყოს. როგორც კი პარლამენტის წევრი აღჭურვილია აბსოლუტური იმუნიტეტი, ჩნდება იმის საფრთხე, რომ ის მაქსიმალურად შეიძლება იყოს მარადმწვანე პარლამენტარი, მით უმეტეს თუ წარსულში არის დანაშაულის ნიშნები ან კორუფციული ნიშნები. და ამიტომაც მე იმაჩნია, რომ აბსოლუტური იმუნიტეტი არავინ არ უნდა სარგებლობდეს საქართველოში, მათ შორის არის პარლამენტის წევრი. ჩვენ განხილვების დროსაც აღვნიშნეთ, რომ უმრავლესობის წევრებიც არ არიან დაცული იმისგან, რომ შემდგომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგად გამოიყენოს ის, რომ მათ არ ექნებათ შესაბამისი იმუნიტეტი. ეს აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში არის, რომ პარლამენტის წევრებს აქვთ იმუნიტეტი, იმიტომ რომ სწორედ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი უპირველეს ყოვლისა შეიძლება გახდეს პარლამენტის წევრი, აქ გამონაკლისი არაფერი არ არის, ასე რომ ძალიან დაუფარავად ახორციელებს ბიძინა ივანიშვილი თავის გეგმებს ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოს ხელით. საპარლამენტო უმცირესობის წევრები უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბრუნებას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ. მათი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ქმედებები ნაციონალური მოძრაობის მიმართ ტოტალური შეტევის ნაწილია. უმრავლესობაში თვლიან, რომ ეს ნორმალური პროცესია და პოლიტიკური ელფერი ნაციონალებმა მისცეს. ბოკერია პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს და ინფორმაციას, რასაც ფლობს, გამოძიებას მიაწოდოს. მთავრობა აგრძელებს თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის ნაციონალური მოძრაობის დევნას და მათი მიზანია ნაციონალური მოძრაობის განადგურება, ეს არაერთხელ მათ უთქვიათ და სწორედ ამიტომ არჩევნებამდე 2 თვით ადრე ეს რეპრესიული მანქანა არ ჩერდება და შემდეგი როგორც ჩანს არის გიგა ბოკერია, თუმცა მე არ გამორიცხავ, რომ ეს გაგრძელდეს და აუცილებლად გაგრძელდება, ვინაიდან მათ არგუმენტები აი გუშინდელმა სხდომამ იგივე თავთუხაშვილთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აჩვენა, მათ არ აქვთ არგუმენტები, მათ აქვთ მხოლოდ პროკურატურა. გიგა ბოკერიას შეიძლება ბევრი რამე არ მოგწონდეს, მაგრამ ის რომ ის არის წესიერი და პატიოსანი ადამიანი და ის პატიოსად ემსახურებოდა თავის ქვეყანას, ამაში კითხვის ნიშნის შეტანა არავის არ შეუძლია. კი, რამდენადაც ვიცი, გია ცაგარეიშვილიც დაიბარეს პროკურატურაში, მოქალაქე გიგა ბოკერიაც დაიბარეს. ნორმალური ამბავი იყო, გააპოლიტიკურეს ამათმა და პოლიტიკურ იმაში გადაიყვანეს. რაღაც ინტრიგების კლასში ჩასვეს. და ცდილობენ ამით გავედნენ საერთაშორისო თანამეგობრობას შეჩივლონ, სახელი გაუტეხონ ქვეყანას. ნორმალური პროცესია, თუ რამე იცის, უნდა უთხრეს გამოძიებას. ქუთაისის 2015-17 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავების გეგმა დღეს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ და ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძემ საზოგადოება ქუთაისელისა და საზოგადოება ბაღის კიდის წევრებს გააცნეს. დავიწყეთ ჩვენ ქალაქის განვითარების გეგმაზე, სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც ბევრ სხვა კომპონენტს მოიცავს. პირველი ეტაპი არის, რომ საზოგადოება სხვადასხვა სექტორები გავააქტიუროთ, მათ შორის ორი საკმაოდ ისეთი ავტორიტეტული და აქტიური საზოგადოება ჩავთოთ ამ პროცესში. საზოგადოების ყველა ნაწილიდან იქნება მუშა ჯგუფში თავიანთი წევრები, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი, ამიტომ ეს მართლაც არ არის შეხვედრებისთვის, ჩვენ მაგისთვის ვაკეთებთ ამ შეხვედრებს, რომ საზოგადოების ნაწილის მოსაზრებები და პერსპექტიული წინადადებები გავითვალისწინოთ. ქუთაისური ინტელიგენციის წარმომადგენლები მსგავს შეხვედრებს და პროექტის შემუშავების პროცესში ჩართულობას დადებითად აფასებენ. მინდა ვთქვი, მე პირადად შოთა მურღულიას ჩვენი ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ეს ყველაფერი ხდება საჯაროდ და არ ხდება კულისებში, არ ხდება და ძალიან კარგი ისაა აღებული გზა შოთას, რომ ტელევიზიით ფართო საზოგადოების მხარდაჭერით და შეხებით ყოველთვის აკეთებს ამ საკითხებს იხილავს და სწორედ საბუნებრივია ჩვენ ახლა ახალდაწყებული თათბირი და მივცემ გვექნება ჩვენი კონკრეტული წინადადებები და ეს არის საჯარო. ეს არის ქალაქის მართვა, სადაც თავარი მომენტისა რომ ჩართულობა უნდა იყოს ადამიანების ყველა თაობის, ყველა კატეგორიის ადამიანების ბაღის კიდის საზოგადოება არის დღეს ქუთაისელი ყველა და არ იქნება მე მაბადეთ ჭორიგნობა გულისებში ეს ასიკეთება, ეს იკეთება. ჩვენ ყველა ერთად უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ ვემხრობთ იმას, რომ საზოგადოება უნდა იცნობდეს მის ქალაქში რა კეთდება, როგორ კეთდება და რისი საშუალებით კეთდება.
მრავალი საკითხები დაყენებული და საუბარი, მაგრამ მე უპირველესად მაინც მივემხრობოდი პირველად სოციალური საკითხები უნდა წამოიწიოს წინა პლანზე, იმიტომ რომ ჯერ კიდე ადამიანებს უჭირთ არა ესე ცხოვრება აწყობილი ყველაფერი გვინდა რომ იყოს, მაგრამ უცებ არ კეთდება ყველაფერი. ანალოგიური შეხვედრა უკვე გაიმართა არასამთავრობო სექტორთან და მოქმედ არქიტექტორებთან. მომავალში კი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან იგეგმება. იმერეთის რეგიონულ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. პროექტი დასახლების მიხედვით შენობებისა და მათში მცხოვრები ოჯახების სიების შედგენას ითვალისწინებს. აღწერითი სამუშაოების შესასრულებლად საქსტატმა 605 რეგისტრატორი მოამზადა, რომლებმაც საჭირო მონაცემები 2 კვირის ვადაში უნდა შეაგროვონ. ქუთაისში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელ პირველ სამუშაო დღეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი დაესწრო. თბილისის მერე იმერეთის რეგიონი ყველაზე დიდი რეგიონია. ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს 600-მდე ინტერვიუერი და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება მიღებული მონაცემები და გვეხმარება შემდგომში ნოემბერში ჩასატარებელი მოსახლეობის აღწერის სამუშაოებისთვის. და ძალიან მოხარულები ვართ და ყველა მოქალაქე, ყველა მაცხოვრებელი, ვინც საქართველოში იმყოფება, გვინდა მოუწოდოთ, რომ იყოს ამ პროცესებში ჩართული და ამ პროცესის მონაწილე. მთლიანად შემოვივლით როგორც ქალაქის ტერიტორიას, ესევე მოცული იქნება მთელი იმერეთის რეგიონი. სამუშაოები გაგრძელდება როგორც მოგახსენეთ 2 კვირის განმავლობაში. მინდა ყველას ვთხოვო, რომ მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროექტში. ეს არის ქვეყნისათვის აუცილებელი და საჭირო მონაცემები, რომლებიც ამ აღწერით იქნება მიღებული. საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ 15,000-მდე ინტერვიუერი მოსახლეობას სპეციალური კითხვარების მეშვეობით ინდივიდუალურად გამოკითხავს, რომელიც 2014 წელს 5-დან 19 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება. რაც შეეხება აღწერას, სახელმწიფო აღწერას, რა თქმა უნდა ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არის, რა თქმა უნდა, რამე თუ დემოგრაფიული ცნობები საჭიროა ერის გაძლიერებისა, კეთილდღებისა და ხვანდელი დღისათვის. მე მინდა მოუწოდო ყველა ადამიანს, ცხოვრობს საქართველოში, მიიღოს ამაში მონაწილეობა და ხელი შეუწყოს იმ ადამიანებს, ვისაც ხელი ეწიფება ამ საყოველთაო აღწერაში მონაწილეობა. ძალიან კარგია, მე მგონი საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 90-იან წლებში ჩატარდა, მე მგონი და არც ისე სრულფასოვნად ეხლა დარდება და ალბათ გარკვეულწილად მის შედეგები ხელისუფლებასაც დაეხმარება გარკვეული პრიორიტეტების გამოკვეთაში და ასევე მე მგონი პარტიებსაც სპეკულირება არ იქნება შემდეგ გამომრჩეველთა რაოდენობის, როცა ეს სრულფასოვნად ჩატარდება ეს პროცესი. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა საქართველოში 2000 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. მყარი ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვაზე სამოქალაქო სექტორისა და ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამხარეო ადმინისტრაციის ხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. იმერეთის მხარის მეცნიერებათა კავშირის სპექტრის წევრებმა დამსწრეს საზოგადოებას მათ მიერ შემუშავებული პროექტი წარუდგინეს, რომელიც ნარჩენების სწორად დახარისხებასა და მისგან გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. საქართველოში უნდა მიიღონ კანონი ნარჩენების მართვის შესახებ და აი ამ კანონ პროექტში კარგად არის ნათლად აღნიშნული, რომ ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ქონდეს ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა და სწორად დღეს ჩვენ ვიწყებთ ჩვენი პროექტის ფარგლებში ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავებას ქუთაისისათვის. ნარჩენები წარმოადგენენ ძალიან დიდ საშიშროებას ადამიანის ჯანმრთელობისათვის და ამაზე საუბარი არის დიდი ხანია. მე 30 წელი მუშაობდი ამ სფეროსთან კონტაქტში და ვხედავდი, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. უკანასკენ ხანებში მართალია გამოსწორდა დასუფთავების მდგომარეობა ქალაქში, მაგრამ ჯერ კიდევ ნარჩენების შეგროვებაში არის ძალიან დიდი სამუშაო გასატარებელი. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვაში პროექტის მთავარი მიზანი ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაა.
ასევე შეიქმნება სამიზნე ჯგუფები, რომლებიც გადამზადების კურსს გაივლიან. პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად არის ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას მსგავსი პრაქტიკა, თან აქ ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივ ხელისუფლებას ასეთ მხარდაჭერის პირობებში რა თქმა უნდა ის გადარჩენია, რომ უფრო აქტიურები იყვნენ, მეტად ითანამშრომლონ, გაითვალისწინონ სხვა ქალაქების გამოცდილება და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გამოცდილებაც საინტერესო იქნება თუნდაც მეზობელი სომხეთისთვის და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც თანამონაწილეა ამ პროექტში. ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის ორწლიანი პროექტი ქუთაისის გარდა უნგრეთსა და არარატში ხორციელდება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისის მასშტაბით ამორტიზებული წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას განაგრძობს. ამჯერად წყალგაყვანილობის ქსელის მშენებლობა დიაჩიანელის ქუჩაზე მიმდინარეობს. მთლიანად იცვლება დაზიანებული ქსელის სამუშაოები 2 აპრილს დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც დიაჩიანელის ქუჩაზე 70 ოჯახი სასმელ წყალს ყოველდღიურად ამჟამად ვიმყოფებით დიაჩიანელის ქუჩაზე, სადაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი თავისი ძალებით ახორციელებს ქსელის რეაბილიტაციო სამუშაოებს. 1 კილომეტრამდე ქსელი იცვლება და 70 აბონენტი მიიღებს ახალი რეაბილიტირებული ქსელიდან სასმელ წყალს. დაახლოებით სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება. აბორტის საწინააღმდეგო აქცია სახელწოდებით სიცოცხლის მარში არასამთავრობო ორგანიზაცია ინერ ჯორჯიას ინიციატივით ქუთაისში უკვე მესამედ ტარდება. მსვლელობა ჩანასახის სიცოცხლის შენარჩუნების მოთხოვნით ქალაქის ცენტრალური მოედნიდან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან დასრულდა. ფლეშმობში მონაწილეობას ინერ ჯორჯიასთან ერთად NGO სექტორის წარმომადგენლებიც იღებდნენ. რომ ჩვენ გვინდა საზოგადოება დავაფიქროთ ყველა იმ ჩვენებაზე, ეს იქნება საზოგადოება ასევე მთავრობა ყველა იმ ჩვენებაზე, რის გამოც ქალები აბორტს მიმართავენ. ჩვენ მიგვაჩნია რომ ჩანასახი პირველი წუთებიდანვე არის სრულუფლებიანი ადამიანი, სრულყოფილი ადამიანი და ისი არავინ არ ჩამოყალიბდება ადამიანად თუ მას ამის საწყისი არ გააჩნია. ზოგადად კაცობრიობამ უნდა იზრუნოს, რომ ყველა თანაბარია სიცოცხლის უფლების მინიჭებაში. დღეს აქ იმყოფება ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უპირველეს ყოვლისა მონაწილეობდა ორგანიზებაში, მათი წევრები, როგორც ჩემთვის ცნობილია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, ასე რომ ვთქვათ, სხვადასხვა პროგრამის მონაწილეებიც არიან წარმოდგენილნი. სიცოცხლის მარშში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ქალაქის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურიც აქტიურად მონაწილეობდა. ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება. რაც შეეხება ჩვენ სამსახურს, ჩართული არის და ხარდაჭერას აკეთებს სრულად. ფაქტიურად ჩვენი სამსახურის მიერ იქნა ორგანიზებული სპორტსკოლაში არსებული რეზერვი, ბავშვების, ახალგაზრდების და მობილიზებული იქნა. ამით ჩვენმა სამსახურმა გაუწია პროპაგანდა და პიარი სიცოცხლის უფლებას. აბორტის საწინააღმდეგო აქცია სახელწოდებით სიცოცხლის მარში ქუთაისის შემდეგ საქართველოს რამდენიმე ქალაქში მოეწყობა. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკოფონიის დღეები დასრულდა. დასკვნით ღონისძიებებში სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა შვეიცარიული ბენდის წევრებმაც მიიღეს. ფრანკოფონიის კვირეული უნივერსიტეტში 15 მარტს რეგიონული კონფერენციით გაიხსნა, ასევე ჩატარდა კონკურსები, რომლებშიც 40-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მთელი მსოფლიო აღნიშნავს ამ დღეს და ჩვენი უნივერსიტეტიც არ ჩამორჩა. ის გაიხსნა 15 მარტს აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში რეგიონალური კორპუსით ჟემლე ფრანსე მე მიყვარს ფრანგული, სადაც 40-მდე სხვადასხვა რეგიონის მოსწავლე მიიღო მონაწილეობა. ამას შემდეგ მოხდა სტუდენტთა კონფერენცია, ფრანგული ფილმების ჩვენება, ღია გაკვეთილი 51 საშუალო სკოლაში. ჩვენ აქ ჩამოვედით, რომ ფრანკოფონიის კვირეულში მიიღო მონაწილეობა. შვეიცარიაში ერთ-ერთი ენა ფრანგულია. დღეს ქუთაისში გავმართეთ კონცერტი. ხვალ კი თბილისში გავემგზავრები. დღევანდელ საღამოს ტარდება ფრანკოფონიის კვირეული შეჯამება, რომელსაც ესწრება შვეიცარიდან ჩამოყვანილი მომღერალი მარკ ეიმონი. ძალიან კარგი საღამოა.